ვინ ვარ მე კიდევ ერთხელ ადამიანი რა როგორც დავით მეფსალმუნე რო სვავს კითხვას რომ რა არის ადამიანი რომ ესე მოხედავ მას და ყურადღებას აქცევ განცვიფრებული კითხულობს დავით მეფსალმუნე ჩვენც უნდა გამცვიფრდეთ თუ არა ვართ შეპყრობილნი დემონური პატივმოყვარეობით და სიამაყით ჩვენც მუდამ განცვიფრება უნდა გვიპყრობდეს ვინ ვარ მე რომ ღმერთმა ჩემთვის მოიცალა და ის შეიძლება ჩემში შემოვიდეს და მე მის ტაძრად ვიქცე და ჩემი გული გადაიქცეს ზეცად მით უმეტეს როდესაც შევხედავთ ამ უკიდეგანოს სამყაროს თავისი სიდიადით თავისი კანონზომიერებით თავისი მშვენიერებით თავისი მისტიკური სიღრმით, მიუწვდომლობით, გამფენილობით ამ სამყაროს, ამ მეგა სამყაროს რო შევხედავთ, განცვიფრებული უყურებ ამ ყოველივეს, გაოგნებული მისი სიდიადით და უცებ შენ, წვერიც რომ არ ახარ. მაგრამ მეორე მხრივ, ეს დიდებული სამყარო თავისი უკიდეგანო მშვენიერებით, სიდიადით, კანონზომიერებით, მისტიკურობით, სიღრმით, გამფენილობით როგორც გენება სტიქიური საშინელებებით და აი სიტყვაც ვერ გამოთქვავს როგორია ეს სამყარო ამავე დროს ეს სამყარო უბადრუკია იმიტომ რომ იგი ექვემდებარება განადგურების კანონს აი ფიზიკოსები ენტროპიას რო უწოდებენ რა არის ენტროპია ყველაფერი სამყაროში მატერიალური სტიქიები ნადგურდება და თელი სამყარო მიდის შეუქცევლად სიკვდილისკენ, გაციებისკენ, განადგურებისკენ, მტრად გადაქცევისკენ. დიადიც არის, უბადრუკიც არის. ამას ემატება კიდევ ერთი რამ. სამყაროს მიუხედავად თავის სიდიადის არ აქვს უნარი აღიქვას საკუთარი თავი. ვერც საკუთარ სიდიადეს აღიქვავს და ვერც საკუთარ უბადრუკობას აღიქვავს ეგება რაღაცა უშველოს საკუთარ თავს. აი აქ ბლეს პასკალის ცნობილი გამოთქვა გახსენდება, როცა იგი ამბობს, რომ ადამიანი გრძნობს თავის უბადრუკობას, ხე თავის უბადრუკობას ვერ გრძნობს, ადამიანი გრძნობს თავის უბადრუკობას და მისი სიდიადეც ესაა სწორად. ნახეთ რა საოცრება, ადამიანი რომელიც მტვერიც არ არის ამ სამყაროში, მხოლოდ ადამიანი გრძნობს ამ სამყაროს როგორც სიდიადეს ისევე მის უბადრუკობას. რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი თავის მომცრო ზომების და მიუხედავად სამყაროზე დიადია, თითოეული თქვენგანი, გაცილებით დიადია და უსასრულო დიადია, ვიდრე ეს უკიდეგანო თავის სიდიადით საშინელი სამყარო. და თავის სიდიადით უსასრულო მნიშვნელო დატვირთვა აქვს, აი როგორც ფსალმურებს წერია უფსკულს ხადის. ადამიანი ისეთი დიადია, რომ მხოლოდ ღმერთი ავსებს. ეს საიდუმლო სიდიადია ადამიანის.